შეგრებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ ესე შევხედავთ, რომ შედეგი თუ რამით განისაზღვრება შედეგი არის თამაში ხო. ცუდად ჩავატარეთ თამაშები, შედეგობრივათაც და რაც ძალიან ცუდი არის, ხარისხობრივათაც მე ყოფილი არ ვარ ჩვენი თამაშებით. მომზადების კუთხით მაქსიმალური რაც შეგვეძლო ხა ამ ეტაპზე რომ მიგვეღო, მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეხა ოპტიმალურ ფორმაში ამ დროისთვის ვერ ვიქნებით, მაგრამ ახლოს ვართ იმ ოპტიმალურ ფორმამდე, რასაც ფიზიკური მომზადება ქვია, დანარჩენი უკვე შევხედოთ თუ რა იქნება თამაშების კუთხით. ჩვენ რაც იქ დავალაგეთ, რამოდენიმე ვარიანტი დავალაგეთ, როგორც განლაგების, ისე ტაქტიკური რაღაც მოსაზრებები. კიდევ ერთხელ ხასოს რომ კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ საფუძვლები ჩავყარეთ, რითიც უნდა დაგვეწყო ახლა ეს დანარჩენი უკვე ოფიციალურ თამაშებზე გამოჩნდება. იქ რაღაცა პოზიტიური პატარ-პატარა მომენტები რაც დავინახეთ, იმას ჩავეჭიდეთ და ვეცდებით რომ ეს შევინარჩუნოთ ამ წლის განმავლობაში და რაც იყო ეს ცუდი მომენტები და რაც ვერ მოვასწარით და ვერ დავალაგეთ ფიზიკურად, ვეცდებით რომ დროთა განმავლობაში მოვამზადოთ ეს ყველაფერი და უკეთესები ვიყოთ. ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო შეკრებაზე, რომელთან ერთად საერთოდ არ გვიმუშავია. პირველ გუნდს სტავს, პირველი გუნდის ფეხბურთელებს საერთოდ არ უთამაშია და რა თქმა უნდა შეთამაშებას, გაცნობას, სულ სხვა რეალობაში მოხვედრას ამას ყველაფერს დრო ჭირდება ადაპტაციისთვის. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ძალიან მალე აუღეს. ალღო თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა მიუძღვნენ საქმეს და ეს ყველაფერი კიდე თამაშის კუთხითაც და ყოველდღიური აი ამ პროცესს რო ვაკვირდებოდით, წინსვლა ჰქონდათ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდული გუნდი ვიქნებით ძალიან, ეს თამაშებიც ჩვენი იქნება ძალიან როგორ თქვა, არ იქნება სტაბილური. იმიტომ რომ ძალიან რთული არის სტაბილურობა მიიღო ფეხბურთელებიდან, რომლებიც არიან ძალიან გამოუცდელები და ახალგაზრდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ცუდისკენა მაქვს ფიქრი, პირიქით, მე მჯერა ამ გუნდის ჯერა რომ ისინი ყოველდღიურად განვითარდებიან და ეს არ იყო მარტო ერთთვიანი რაღაც მოსამზადებელ ნაწილში რომ დავინახეთ მათი პროგრესი და ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც იმ გამოცდილ ფეხბურთელებთან ვინც გუნდი არ დატოვა და გუნდში არიან მათ შესწევთ ძალა რომ კონკურენტუნარიანი იყვნენ სხვა გუნდებთან ეროვნულ ლიგაში. რა თქმა უნდა ჩვენ დღეს არ ვართ ისეთი გუნდი რომ რაღაცა პროგნოზები გქონდეს და გათვლები, ჩვენთვის ყველა მომდევნო თამაში იქნება როგორც ფინალი და ესეთი რეჟიმით უნდა ვიცხოვროთ ამ წელს, რომ ყოველი მომდევნო თამაში აი ან ყველაფერი ან არაფერი, ანუ დავდოთ ყველაფერი სასწორზე და უნდა გავიდეთ და ყველანაირი ზედმეტი ფიქრები უნდა გავწიოთ და ყოველი თამაში იქნება ჩვენი შედეგი. ყოველი აღებული ქულა იქნება შედეგი. და ის ფეხბურთელები, ვინც წინა წელს გუნდში იყვნენ და მათზე ვიზეც უნდა გადაიაროს ძირითადად ამ ჩემპიონატმა, თავარი არის, რომ მათი ტრავმები, ანუ ესეთი წელი ხო არ იქნება, რომ ტრავმები არ იყოს, მაგრამ არ იყოს ხანგრძლივი ტრავმები და მათ გვერდში ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კიდევ ვინც უნდა თავისი ეს შანსი, რაც მათ მიეცათ, გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ცალკე ესე აღებული სულ ახალგაზრდული გუნდით თუ მოგვიწია თამაში, ძალიან გაჭირდება ნებისმიერი ქულის აღება. მაგრამ ის ფეხბურთელები, ვიზეც ამდენი ხანია უკვე დგას ეს პირველი გუნდი და ამ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ეს სინთეზი თუ იქნება და ჩვენ თუ გვეყოლება ის გუნდი, ჯანმრთელები თუ იქნებიან და ტრავმების სიმცირე გვექნება, ყველასთვის ისეთი ანგარის გასაწევი ძალა ვიქნებით აბსოლუტურად ყველა გუნდისთვის. ძალიან მოხარული ვარ ახალი მფლობელის, რომელმაც შემოიტანა ბევრი უკვე ძალიან ახალი რაღაცა კლუბში, აი კლუბის განვითარება, სტრატეგია, ახალგაზრდა მენეჯერები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იმუშავებენ და აქ მეორე არის მე პირადად ესე არ მიმუშავია კლუბში, სადაც აი
ალბათ მარტო კონკრეტულად რაღაცა ის დატოვეს საქმე, რომ შენ კონცენტრირდე შენ საქმეზე და დანარჩენი ყველა თავის საქმის პროფესიონალია, ყველა ანთებული ადამიანია, ამდენი ადამიანი ჩართული ამ კლუბის ცხოვრებაში იშვიათია და ეს ყველაფერი ერთადერთი შეთამაშება გვჭირდება, იმიტომ რომ ბევრი ამბიციური ახალგაზრდაა, რომელსაც განათლებაც აძლევს, უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილებაც და უბრალოდ ერთი არის, რომ აი ბევრი კარგი ფეხბურთელი რო ყავს გუნდში და როგორ შეათამაშებ და რა დრო დაგჭირდება ამისთვის. აი ეს არის ახლა ჩვენ კლუბში, როგორ შევთამაშდებით და სწორ რელსებზე რამდენ ხანში დავდგებით რა და დანარჩენი ახლა მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ და ამ ქალაქს, ამ გულშემატკივარს, როგორი გუნდიც უნდათ რო იხილა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ უკვე აი დაწყებული ამ საფუძვლების ჩაყრით, რითიც დაიწყო ახალმა მფლობელმა. დავიწყე მუშაობა წინა სეზონში, იყო არჩილ ბერიძე, იყო ასლან ბალაძე, იყო ეს ადამიანები, რომლებიც აი ამდენი წელი ეს გუნდი იდგა და მათ ძალიან დიდი შედეგი დადე სპორტული. ორჯერ ჩემპიონობამდე, სუპერთასამდე მიიყვანო გუნდი, ეს რაღაც ძალიან დიდი სპორტული კუთხით დიდი ნაბიჯი იყო და ვიმედოვნებ, რომ ეხლა ამ ახალი მენეჯმენტის ვითარებაში, როგორც ეხლა გვაქვს და ამ ადამიანებთან ერთად, აი ეს საზომი გაუმჯობესდება. ძალიან რთული იქნება, თამაშზე ძალიან მაღლა აწიეს. ამ გუნდიდან მე მომეცა საშუალება, რომ მაქსიმუმი დავინახო თუ რა შესაძლებლობები გვაქვს. ამიტომ ჯერ იქით რომ როგორი გუნდი გვეყოლება ვის რითი გავძლიერდებით, ჯერ შიდა რესურსი მინდა რომ რადგან ჩვენ საშუალება არ გვაქვს ამ ყველაფრის ნახევარი სეზონი, ესეც საშუალებაა რომ შენი მაქსიმუმი ნახო. ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ამ გამოცდილ ფეხბურთელებს დრო აქვთ, რომ თავისი საუკეთესო კუთხით დაგვანახონ კიდე თავისი საქმე. ჯერ პირველ რიგში კონცენტრირდები და ჩემი გუნდის იმედი მაქვს, ამ ფეხბურთელების იმედი მაქვს, ვინც არიან და მივყვებით ამას. ეს არის პირველი. მეორე, რა თქმა უნდა, არ არსებობს სულ რაც უნდა დაკომპლექტებული ყავდეს გუნდი, ნებისმიერ გრანტ ჭირდება ყოველ სატრანსფეროზე იმატებს ძლიერდება ახალი სისხლი, რაღაც განვითარება, რაღაცა კონკურენციის შექმნა და ასე შემდეგ. ჩვენ ეს გვჭირდება. ზაფხულიდან ჩვენ ამას გავაკეთებთ, უბრალოდ დაწყებული გვაქვს ეს ყველანაირად გაძლიერების კუთხით ძებნა, ეს პოზიციები ნელ-ნელა უფრო გამოჩნდება, თუ სად ძალიან გვიჭირს. ლეგიონერებით გაძლიერება აუცილებელია, ან ქართველი ფეხბურთელებით, როგორც გადავწყვიტავთ აქ უკვე სპორტული მხარეს კიდევ ერთხელ ვიძახებ, ბევრი ადამიანი ზრუნავს ამ ყველაფერს და მარტო კარგია რომ მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის ეს, მაგრამ ისედაც რომ აი ესე შევხედოთ, მე მინდა რომ ისეთი ტრანსფერები მოხდეს პირველ გუნდში, სადაც კითხვის ნიშანი არ არის იმ ფეხბურთელზე და ყველასთვის გასაგები იქნება თუ რატო ჩამოვიდა, როგორია, სად ითამაშა, რა წარსული აქვს, როგორ დონეზე თამაშობდა და აი ამ ყველა სტანდარტს რომ დააკმაყოფილებს, ისეთი ფეხბურთელები უნდა ჩამოვიყვანოთ, დანარჩენი თუ არა და ჩვენი აღზრდილებით და ჩვენი აი ამ გუნდის მაქსიმუმით უნდა ვეცადოთ გავიდეთ. ანუ ლეგიონერები და მოყვანილი ფეხბურთელები, იმიტომ რომ აუცილებლად მოსაყვანია ფეხბურთელი, ესეთი ტრანსფერები არ უნდა გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დაწინაურებული ამ გუნდში. ზოგი არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს პრობლემები ქონდა, მაგრამ მე მაგალითად ჯაფარიძეზე ამას ვერ ვიტყვი. ჯაფარიძე იმ დროს დავაწინაურეთ, როცა არანაირი პრობლემა არ ქონდა, არც ბანი ქონდა, ვარეგისტრირებდით ფეხბურთელებს და იმ კარგ კონკურენტუნარიან გუნდში დავაწინაურეთ და პირველივე თამაშიდან ძირითადში დადგა და მთელი სეზონი ითამაშა. ანუ შეუცვლელად. ამიტომ მე ახლა უკვე ახალგაზრდა წლებზე თუ საუბრობ, თორე ჯაფარიძეს როგორც ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს არ უყურებ. გუნდის სრულფასოვანი წევრი არის. პლუს ამას აი ამ პროცესში უკვე კიდე მინდა გამოყო კოხრეიძე, რომელიც ძალიან კარგად წამოვიდა ამ ყველაფრიდან და ძალიან ახლოს არის, რომ სრულფასოვანი წელი ჩაატაროს, მანაც ისევე როგორც ჯაფარიძე და არიან კიდე რამოდენიმე ფეხბურთელები ხარ, უარ გამოყო, ეს ორი ფეხბურთელი არის, ვისაც მე პირადად აღარ უყურებ ისე როგორც ახალგაზრდას და ისე როგორც აი ხვალინდელი დღეს როგორ განვითარების ისეთ ეტაპზე არიან, რომელიც სრულფასოვანი ფეხბურთელები არიან პირველი გუნდის. ახალგაზრდა ბევრი ფეხბურთელია, რომელიც აი ამ კონკრეტული პრობლემის გამო დავაწინაურეთ, მაგასაც არ უარყოფ, მაგრამ ეს არის შანსი მათთვის. ეს არის დიდი შანსი, რომელიც ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი ინატრებდა ამ კლუბში, რომ მოხვედრილიყო ამ გუნდში, პირველ გუნდში და ეს შანსი მიცემოდათ. მათ ყველაფერი აქვთ მომზადებისთვის, ყველა პირობა აქვთ, შანსი მიეცათ
კიდე მიეცემათ ეს შანსი და ეხლა დანარჩენი მათზე არის. როგორ გამოიყენებენ, როგორ აყვებიან ამ ყველაფერს, როგორც მაგალითად წინაც ჩამოთვლილია ჯაფარიძე და კოხრეძე, მათაც შანსი მიეცათ და გამოიყენეს. დანარჩენი მათზე არის. უბრალოდ ფეხბურთშიც და ცხოვრებაში ძალიან რთული არის შანსის მოცემა რა. ეს არის ყველაზე რთული რაღაცა, რომ მოხვდე იმ დროს იმ ადგილას, სადაც შენ რაღაცა არ არის ფეხბურთზე მარტო ლაპარაკი, რაღაც შანსი მოგეცეს და მეორე უკვე შენზეა. ეს მათ მიეცათ. დანარჩენი უკვე მათზე არის ეს ყველაფერი. მადლობას ვეტყვი მათ პირატებს განსაკუთრებით და იმ გულშემატკივარს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გინდათ სახლში, გინდათ აქ მოსვლით, გინდათ ტელევიზორით ნერვი არ დაუტოვეთ მთელი წინა სეზონი და მადლობა და ბოდიში მათ ამ გავლილი წლისთვის. სიმართლეს ვეტყვი და ეს წელი არანაკლებ რთული იქნება თუ უფრო რთული არ იყო საყურებლათაც, ხარისხობრივათაც, ქულებითაც. ამიტომ წინასწარ მე ამ ყველაფრისთვის ბოდის ვიხდი, მაგრამ მე ხარისხობრივად ვიძახი იმ ფეხბურთს ვსაუბრობ, რასაც მიეჩვია ბათუმის დინამოს გულშემატკივარი. ეს არ არის ჩვეულებრივი კლუბი, მიუღებელია მათთვის ის თამაში, ის ხარისხი, ის ქულები, რაც წინა წელს ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა აჩვენა და ამ მოთმენისთვის და ამ გაგებისთვის მათ ყველას აუცილებლად უღრმესი მადლობა და თუ რატო უნდა დაგვიდგნენ გვერდში და რა როლი აქვთ მათ მარტივად აუხსნი ამას შეკრებაზე არ იყვნენ არც ერთ თამაზე 7 თამაში ქონდა და 7-ვეზე დავმარცხდით. იგივე იქნება მათი გვერდში დგომა თუ არ გვექნება. ამიტომ მე წელს ყველაზე დიდი ძალა არც მთავარი მწვრთნელია, არც ფეხბურთელია, არავინ არ არის, უნდა იცოდნენ რომ თვითონ არიან ყველაზე დიდი ძალა და ჩვენი მამოძრავებლები იქნებიან მთელი ამ სეზონის განმავლობაში. მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ მოვა ისეთი დრო, სადაც დასხდებიან, ისიამოვნებენ ხარისხითაც, ქულებითაც და ადინებით.